Everyone I know in love are all in town. ყველას გამარჯობა ჩემო კარგებო, აბა როგორ ახართ? იმედი მაქვს რომ ხართ კარგად ყველანი. მეც კარგად ვარ, არაჩვეულებრივად ვარ. მოკლედ, ეხლა გვინდოდა რომ წავსულიყავით საშობაო ბაზრობაზე, ანაბელი გავამზადეთ და ჩვენც გავემზადეთ, რა თქმა უნდა, და ბავშვს ეტლში ჩაეცინა. გავაწვინეთ ლოგინში და ბავშვს ვერ გავაწვალებთ გზაში, რადგან ჩვენ გვსურს წავიდეთ საშობაო ბაზრობაზე, ჩვენთან პირველ რიგში ბავშვი დგას ოჯახში და შემდეგ სხვა დანარჩენი. აქედან გამომდინარე, ვინც ახალ გამომცხვარი დედები ხართ ჩემსავით, ალბათ გაიგებთ ჩემს პოზიციას და მოკლედ ძინებული ბავშვი სადმე წაყვანა, მე არ მიმაჩნია სწორად და აქედან გამომდინარე გადავიფიქრეთ მე და ანდრეასმა. ანდრეასი დარჩება სახლში ბავშვთან ერთად, რადგან დღეს არის შაბათი დღე და მე წავალ მარტო ქალაქში, რადგან მე ისედაც მინდოდა რომ დღეს სავარჯიშოდ წავსულიყავი ფიტნესში და ის ფიტნესის კლუბი, რომელშიც მე ვარ გაწევრიანებული, არის ქალაქში, ზუსტად იქ შილდერ გასეზე, სადაც დიდი საშობაო ბაზრობა იმართება ყოველ წელს და წელსაც ძალიან ლამაზად მოაწყვეს. აუცილებლად მიწევს იმ გზის გავლა, სადაც საშობაო ბაზრობაა და მოკლედ გადავწყვიტე რომ გარედან გაჩვენოთ ყველაფერი, რადგან ჩვენი იქ წასვლა არ მოხერხდა, როგორც გითხარით. მოკლედ წავედით ახლა ქალაქში და მინდა რომ დაგათვალიერებინოთ გარედან მაინც რამდენად შემეძლება წლევანდელი საშობაო ბაზრობა. ბელგიური ვაფლის მირთმევა არ გამომივიდა, მაგრამ რას ვიზამთ? Everyone I know in love are all in town, but I've had enough of looking at the snow. I wish that I could go away this Christmas. My family, they don't want me to go away, but I chose to leave. I'm staring at the tree. It says that I should be away this Christmas. And what am I to do if I can't be with you? To sit and laugh with everyone we love. I hate the snow, so I chose to run and sit there in the sand beneath the sun. Everyone I know and love, they're at my house and I've had enough. I'm looking at the snow. I wish that I could go away this Christmas. What am I to do if I'm still feeling blue? Well, everyone is there on Christmas Eve. I'll sip my eggnog sitting on a beach, and I won't have to clean up when they leave. My family, they don't want me to go away, but I had to leave. I'm staring at the tree. It says that I should be away this Christmas. You know I miss you so, but I had to go
away this Christmas. Everyone I know in love are all in town, but I've had enough of looking at the snow. I wish that I could go away this Christmas. My family, they don't want me to go away, but I chose to leave. I'm staring at the tree. It says that I should be away this Christmas. And what am I to do if I can't be with you? To sit and laugh with everyone we love. I hate the snow, so I chose to run and sit there in the sand beneath the sun. Everyone I know and love, they're at my house, and I've had enough. I'm looking at the snow. I wish that I could go away this Christmas. ახეთ შემოკარგებო ეს საშობაო კაბა გუშინ უყიდე ცოტა დიდი ექნება, მაგრამ არა უშავს. საშობაოდ ანდრეასის მშობლებთან, ჩემ დედამთილ მამამთილთან მივდივართ არბრუქენში და აი იქ ჩავაცმე. ნახეთ ხოლამაზია, ნაქსოვი ნაჭერია, ძალიან მომეწონა. რუდოლფები ახატია. ანაბელი უკანა ფონზე ხმაურობს. ეს ზედა, ნახეთ რა საყვარელია. და ცეუნდაში უყიდე ესენი და ეს კიდევ მესამე ზედა. ძალიან მომწონს, საშობაოდ გამოიყენებს ამათ. და ეს კიდე რაც მინდოდა მეჩვენებინა, ამის წინ ვუყიდე. ასევე ძალიან მომწონს ეს ზედა და ეს შარვალი. ძალიან მომწონს. ეს არის ჩვენი წლევანდელი ნაძვისხე, რომელიც გუშინ მოგვივიდა და რომელიც Amazon-იდან გამოვიწერეთ. წელს გადავწყვიტეთ, რომ ბუნებრივი ნაძვისხე არ დავდგათ და შევიძინოთ ხელოვნური ნაძვისხე, რომელიც ძალიან ჰგავს ბუნებრივს. აი ამ პატარა მაგიდაზე გვინდა რომ დავდგათ. ძალიან ლამაზი იყო სურათზე, როდესაც ვნახეთ და იმედია სინამდვილეშიც ასეთი ლამაზი ნაძვისხეა და ძალიან ჰგავდა ბუნებრივს. მოგვეწონა და სწორედ მაგიტომ გამოვიწერეთ. ნახოთ აბა როგორი იქნება, ძალიან მიხარია. გამოვიწერეთ ასევე ახალი სათამაშოები, აი ამაში ახალი ნაძვისხის სათამაშოები დევს, რომლებიც ჯერ არ გამიხსნია. მინდოდა რომ თქვენთვის მეჩვენებინა, რა თქმა უნდა. ყოველ წელს ცოტ-ცოტა ახალი სათამაშოები უნდა შეამატოთ, როგორც იცით. და აი ეს სათამაშოები ძალიან მომეწონა Amazon-ზე და აი ამ ნაძვისხესთან ერთად ეს ორი შეფუთვა სათამაშოც გამოვიწერე. ეხლა გაჩვენებთ როგორ გამოიყურება ისინი. ნახეთ რა ლამაზია ჩემო-კარგებო. მოგეხსენებათ რომ ყოველ წელს უნდა შეამატოს ადამიანმა რამოდენიმე ახალი სათამაშო მაინც, როგორც ვიცი და აი ესენი გამოვიწერე. ნახეთ რა ლამაზი სათამაშოებია. მართალია პლასმასებია და მინის არ არის, მაგრამ ძალიან მომეწონა. ასევე გამოვიწერე მეორე შეფუთვა. სწორედ ამგვარივე სათამაშოების საკმაოდ მსგავსად გამოიყურება მეორე ყუთში მდებარე სათამაშოებიც, ეხლა ვეგაჩვენებთ, გავხსნი და აი ეს არის მეორე შეფუთვაში.
მეორე ყუთი სათამაშო, რომელიც გამოვიწერეთ, ნახეთ, ესენიც ძალიან ლამაზებია, ვფიქრობ. წითელ და თეთრ ფერში მინდოდა წელს, ალბათ უფრო წითელ და თეთრ ფერზე გავაკეთებ აქცენტს, ასე გადავწყვიტე. ნახეთ, ძალიან ლამაზი სათამაშოებია. და ამ ყველაფერს გაჩვენებთ, როდესაც ავაწყობთ. დღეს არის 18 დეკემბერი და ჩვენი ნაძვისხე ჯერ კიდევ არ აგვიწყვია. მე არ მიყვარს ერთი თვით ადრე რო აწყობს ნაძვისხეს, ვისაც როგორ უყვარს შეუძლია ესე გააკეთოს, მაგრამ ჩვენ ტრადიციად გქონდა ყოველთვის ოჯახში, როდესაც ჩვენ პატარები ვიყავით, სადღაც ერთი კვირით 5 დღით ადრე ვაწყობდით ხოლმე ნაძვისხეს და ძალიან გვიხაროდა ხოლმე დედასთან ერთად და მოკლედ ახლა ვისაც ბავშვები გყავთ და დედა ხართ, ეს აღარ გამოვა და გერმანიაში ვინც ცხოვრობს და ევროპაში მოგეხსენებათ, რომ შობამდე ყოველთვის იწყობა აქ ნაძვისხე და ალბათ ჩვენ ამ დღეებში ავაწყობთ ნაძვისხეს, რადგან შობისათვის ანდრიასის მშობლებთან მივემგზავრებით, ჩემს დედამთილ მამამთილთან იქ ვატარებთ შობას და მინდა რომ ჩვენს ბინაში ნაძვისხე, რა თქმა უნდა, აწყობილი დავტოვოთ. ნახეთ რა ლამაზი სათამაშოებია. 1-2 ცალი კი არა. რამდენი დევს აქ 4x4 16 და 16 32 ახალი სათამაშო შევიძინეთ. ძალიან მიხარია და ასეთი ლამაზი სათამაშოები არ გქონდა. ესენი შეგიძლიათ Amazon-ზე გამოიწეროთ. ნახოთ აბა როგორი ნაძვისხე გამოგვივა, ძალიან მიხარია და ძალიან მაინტერესებს. დღეს 21 დეკემბერია და ვაწყობ საშობაო ორცხობილებს უკვე მეორედ. პირველად ვერ გადავიღე, მაგრამ ახლა გაჩვენებთ. ნახეთ რა ლამაზები გამოდის. ნახევარი საათით, სადღაც 1 საათამდე დავასვენეთ ცომი მაცივარში, ცომის მოძელა სამწუხაროდ ვერ გაჩვენეთ, მაგრამ არაუშავს. ახლა შედეგს გაჩვენებთ. როცა გამოცხება, ეს ულამაზესი ორცხობილები. ესეც ჩემი ორცხობილები, ჩემო კარგებო, ნახეთ რა ლამაზი გამოვიდა. ძალიან ლამაზებია. ძალიან მომწონს. მაგრამ მე არ მიყვარს ის სხვადასხვა ფერში მორთული და ცილით გაფორმებული საშობაო ორცხობილები. ხოლოდ შაქრის ფხვნილს მოვაყრი ზემოდან და ეს არის ძალიან მომწონს. ნახეთ რა ლამაზი გამოვიდა ჩემი საშობაო ორცხობილები, რომლებიც ალდიში ნახეთ უყავს ყუთებში შევფუთე, ძალიან ლამაზია. და სახელები უნდა დავაწერო. ბისვჩუკნი. ხვალ ჩემი დედამთილი მოგვაკითხავს მანქანით და მინდოდა ანდრიასის ძმისთვის, მამასთვის, დედასთვის და ეს მინდოდა ერთი მძღოლისთვის მეჩუქებინა, ვინც მოგვაკითხავს. ანდრიასის დედა აღარ ჩდება ამ ხელაგზაზე მანქანაზე და მოყავს მძღოლი და იმ მძღოლს ვაჩუქებ და მიულოცა შობას. ძალიან კარგებია, ძალიან მიხარია, როგორ მიყვარს ესეთი რაღაცების შებუთვა ვერ წარმოიდგენთ. ახლა არის უკვე ღამის 2 საათი, წარმოიდგინეთ და კიდე შესაფუთი მაქვს საჩუქრები ანდრიასის ოჯახისთვის, ანდრიასის დედმამისთვის და ძმისთვის. საყვარელი. ძალიან მიხარია. ალდის აქვს ხოლმე ასეთი რაღაცები საშობაოდ და ძალიან მომწონს. ნახეთ რა ლამაზი. ძალიან უთხარი ხელით გამოვცხარ ორცხობილებს, სულ სხვა გემო აქვს, ვიდრე მაღაზიაში ნაყიდს, რა თქმა უნდა. თორე ორცხობილებიც ავსია გერმანული სუპერმარკეტები საშობაო და საახალწლოდ. ასე გამოიყურება ჩემო კარგებო ჩემი საახალწლო გოზინაყი, რომელიც ეხლა სულ ხელდახელ გავაკეთე. ერთ-ერთი რეცეპტით, რომელიც YouTube-ზე ვნახე და ვნახოთ რამდენად კარგად გამოვა, მაგრამ მე ნიგოზი არ გამომიყენები, არამედ გამოვიყენე მზესუმზირა.
და გერმანული თაფლი ცოტა სხვანაირია ვიდრე ქართული და ვნახოთ რამდენად გამოვა. პირველად გავაკეთე რო არ დაგიმალოთ. ამ სახის გოზინაყი. აბა ვნახოთ როგორი იქნება. ეხლა ცოტა უნდა შეგრილდეს და შემდეგ დავჭრი რომბებად. აი ახლა უკვე დავჭერი რომბისებურად ჩემი გოზინაყი. კიდე ცოტა უნდა გაცივდეს რომ წებვადობა მოემატოს. ესენი ნარჩენებია. ეს თაფლი როგორ გაწებელია ხედავთ, მაგრამ სველი ასევე დაფა, რადგან არ დაეწებოს. და ესენი ცოტა გვერდები დარჩა, ეს არაფერი და ეხლა გადავიტან თეფშზე. ძალიან გემრიელი გამოვიდა. ვერაფრით ვერ მოვიწმენდი, რომ არ გამესინჯა. დიდი მადლობა უნდა მოუხადო YouTube-ზე კომენტარის სახით. აი ამ ქალბატონს, რომელსაც ეს რეცეპტი აქვს YouTube-ზე. ძალიან მომეწონა და აწი გავაკეთებ ხოლმე დღესასწაულებზე. თქვენც მოსინჯეთ და აუცილებლად გამოგივათ. გემრიელად მიირთვით. Everyone I know in love are all in town. შენ ამორე ეფჩ I'm looking at the snow. აკოცი დიდას აკოცი დიდას I could go away this Christmas. ნახეთ რა ლამაზი ნაძვის ხეები აქვე ჩვენთან სავაჭრო ცენტრში. არ ვიცი ამ განათებას როგორ აკეთებენ ასე. მეც მინდა რომ ჩემს ნაძვის ხეს ასეთი ინტენსიური განათება გქონდეს, მაგრამ ვერცერთ წელს ეს ვერ მოვახერხე. იქნებ გაისად გავაკეთო. ნახეთ რა ლამაზია. ნახეთ რა ლამაზი ნაძვის ხეებია. ძალიან მომწონს. What am I to do if I can't be with you? To say Bällchen! Das ist süß aus mein Schatz. so I Bälle neben Tannenbäumen. Na süß Rebtan, Dediko. Mein Schatz. Akotzi das. Akotzi das. Bälle akotzi das. Chemi lamaz. Okay. Mama ist zufrieden. Ja, sehr schön. Danke, mein Schatz. ჩემო კარგებო, პირველი თოვლი მოვიდა დღეს. უბრალოდ გუშინ. დღეს არის 9 იანვარი და გუშინ იყო 8 იანვარი. ნახეთ როგორ თოვს. ლამაზად ბარდნის. ძალიან დიდ ფიფქებად, რაც მე ასე ძალიან მიყვარს. გუშინ მოვიდა პირველი თოვლი 8 იანვარს, დღეს კი 9 იანვარი გვაქვს. What am I to do if I'm still feeling blue? Well, everyone is there on Christmas Eve. I'll sip my eggnog sitting on a beach, and I won't have to clean up when they leave. My family,